საღამოშვიდობისა მეგობრებო, ეთერშია ეპშტეინის კუნძული. მე ვარ წამყვანი ვაკა გორკილაძე, ჩემი თანაწამყვანები არიან გურამ ნიკოლაშვილი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, ხან ფილოლოგი, ხან ერთად ზაზა შათირიშვილი. ფილოლოგოსი. მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი მდიდარი დღის წესრიგი, მაგრამ რა კი 2 საათის წინ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, მე გთავაზობთ რომ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი დისკუსია ამ წერილის განხილვით და შევეცადოთ გავაანალიზოთ თუ რას ნიშნავს ეს წერილი, ვინ არის ადრესატი ამ წერილის, რისი თქმა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ანუ აქცენტს რაზე აკეთებდა. მოდი გურამ დავიწყოთ შენით. ესე იგი, სანამ წერილი გამოქვეყნდებოდა, მე წერილის განხილვას უფრო თქვენ დაგითხოვთ, მე უფრო წინა პერიოდი მაინტერესებს, ვიდრე წერილი გამოქვეყნდებოდა ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, ხო? ამერიკის საელჩოს დღევანდელი განცხადება არის პირდაპირ და მკაფიო დასტური, რასაც ჩვენი კონსპიროლოგიური გადაცემა ეძღვნება და ხშირად ბევრ მითებს ვეხებით ხოლმე, ერთ-ერთი ძირითადი, ყველაზე აქტუალური თემატიკა ქართულ პოლიტიკაში ეს არის deep state-ის თემა, ხო? ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც არ არის კონსპიროლოგია. არა, მან დილით კაცო განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ 22 მაისს უნდა გამართულიყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და მან უარი განაცხადა, ლაპარაკი იყო, რომ ჩვენ მქონდა ტრამპის ადმინისტრაციიდან მარკო რუბიოს გზავნილი და უნდა გვეც, ანუ შექმნა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული არც დასავლეთით არც ურთიერთობის აღდგენით და საერთოდ უარს იძახის ამ კონტექსტზე, ვითომ ღიად ხო ერთს ლაპარაკობს და საქმე გაჩვენებს მეორეს. ეს გამოქვეყნდა და ეს წერილი იყო პირდაპირ დასტური, აი ხო აინტერესებს ადამიანებს, რომ არსებობს რიტორიკული კითხვა, სად არის deep state, ვინ არის deep state. აი ეს წერილი არის პირდაპირ დასტური, რომ deep state არსებობს. ჩვენ ხედავთ, მისი არ იყოს, ხო მზეს ხელს ვერ კიდევ, მაგრამ სითბოს გრძნობ. ხო ეს არის პირდაპირ ამის ნიშანი და ხაგიხსნით რანაირად არის ესე. გუშინ პრეზიდენტმა ყავალაშვილმა მიიღო 26 მაისის მისალოცი წერილი, პირველ პირში დაწერილი, მას პირადად მიმართეს, პირადად მიულოცეს ქართულ ხალხთან ერთად და იმავე წერილში გამოთქმულია კაფიო პოზიცია, რომ პრეზიდენტი ტრამპი, ესე ვთქვათ, მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, ეგრეთ წოდებული ყბადაღებული ჩვენ ვარ გვაინტერესებს, მაგრამ პოზიციას რომ მეტი დღის წესრიგი არ აქვს. ლეგიტიმაციის საკითხი ამითი ამოიწურა. ვიღაცა შეძვრა კომპიუტერში და ანონიმურად გაავრცელა ეს წერილი ნებართვის გარეშე. ნუ მე არ დავარგო ზადით საიდუმლოს, რომ იქ 26 მაისს გამოიგზავნა, ჩვენთან იყო 27 მაისი, წერილი დილითვე მოვიდა და შემდეგ უბრალოდ დაჭირდა რაღაც. მეორე არგუმენტი, ეს არის სტანდარტული წერილი, ყველას უგზავნიან ასეთ წერილს. ნუ კაი, ეს ბოდვები ჩვენ მოვისმინეთ, მაგრამ თავარი იყო რა, იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ინტერვიუ. ეს შეურაცხყოფა არის ტრამპისთვის, სტანდარტული წერილი, სტანდარტული ტრამპის, სტანდარტულ შაბლონურ წერილებს უგზავნის ყველას. ხო, ნუ იცი რა არის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ოპოზიცია, რომელსაც ჭირდება ერთგვარი დღის წესრიგი, რაღაცა modus vivendi, ხო, რაღაც უნდა მისცე, რომ იმოქმედოს. და modus operandi-ისთვის. ანე, ორივე ჭირდება. და იმისთვის რომ იმოქმედოს, მას თავისი გარე პატრონები აძლევენ ხოლმე ამ მასალას, ხო ეს. რა არის თავარი? აი თავარზე გადავდივარ, ანუ გუშინ პრემიერმა კობახიძემ პირდაპირ თქვა და ახსნა, რომ ჩვენ ხედავთ ამის ძალების დაპირისპირებას. მოიყვანა იგივე ამერიკის ელჩის მაგალითი. როგორ უნდა მას იცის, რომ უნდა მოსვლა, როგორ არ მოვიდა საბოლოო 26 მაისის ღონისძიებაზე, ხო? რომ ის არის რაღაცნაირად გაჭყლეტილი ამ ვითარებაში. ეხლა რაში გამოვლინდა ეს deep state-ობა? რაც შენ ჩამოთვალე ფრაზები, როგორადაც მოხდა დაკნინება ბავშვი იჯდა კომპიუტერთან იმ წერილის, თელი დღის განმავლობაში ოპოზიცია ამას ლაპარაკობდა. ბავშვი იჯდა, ო? ანუ ყველაფერს იძახდნენ, ანუ იყოს გვაჩვენეთ ორიგინალი, სად არის ინგლისური. ანუ ქვეყანაში როგორ შეიძლება ამ დონეზე ვინმე ეგეთი მსგავსი ტყუილი იკადროს, ან გაავრცელოს, ოდესაც არსებობს პირდაპირი წარმომადგენლობა არსებობს ამერიკის საელჩოს სახით, რომელსაც ხო, მეტი რა უნდა. შესაბამისად, ბუნებრივად ყველა ეს ის არის, რა კი ხელისუფლება ისე აჩვენა, როგორც აჩვენა, რომ გამოდო როგორც პროტოკოლურად მოიქცა სწორედ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, თუ ეს კითხვები გაჩნდა, არსებობს ამერიკის საელჩო, რომელსაც შეეძლო ეს
ჩვენ გვახსოვს რომ ჯო ვილსონის კითხვის პასუხად მარკო რუბიოს პირდაპირი ესე ვთქვათ აკრეფილი ტექსტი რა ქვია სტენოგრამის ნაწყვეტი პირდაპირ გამოდოს საელჩომ ხო და ეხლა რა უშლიდა ხელს და ამის პასუხად როდესაც ეს კითხვები გაჩნდა ჩვენ ვიხილეთ რა სრულიად სხვა ისტორია რო იცი და ჩვენ გვინდოდა მოლაპარაკება და აი უარი გვითხრეს ეხლა წარმოვიდგინეთ ანუ თქვენ გააგზავნეთ წერილში დაწერია პასუხად მაგრამ ვიდრე ეს წერილი გამოქვეყნდებოდა საქართველოს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და მყისიერად გაჩნდა კითხვები რო კი მაგრამ ანუ არავინ კრიტიკულად არ შეხედა იმ საელჩოს წერილს კი მაგრამ რატო გამოქვეყნდა ეხლა რატო როდესაც მის მიმართ არსებობს ინტერესი რომ გარკვეული რაღაც უნდა დაადასტუროს იმის დადასტურების ნაცვლად რატო ვიღებთ სრულიად სხვა ისტორიას ეს კითხვები ქართულ დამოუკიდებელ USAID-ის დაფინანსებულ მედიას ცხადი არ გასჭენია ხო სამაგიეროდ გამიჩნდა მე და ეს ხო თეთრი ზაფით არის ნაკერო სწორედ ამ თემის გადასაფარად. შემდეგ ეხლა რა წერია შიგნით ხო რომ მიუხვდეთ ამას რომ როგორი მარტივი საბავშვო მატი ხო ქვია ჭადრაკის ტერმინზე რაღაცა როგორი მარტივი ხაფანგი იყო რეალურად დაგებული. მოდით რა ვქნათ შეიძლება ბევრმა მსმენელმა უბრალოდ ხალხი ბრუნდება სამსახურიდან მოდი თავარი მესიჯების შესახებ მოყევი. წერილში რა გზავნილი იყო ეს? არა, ბიზინა ივანიშვილის წერილი არის პასუხი. ხალხი რო ბრუნდება სამსახურიდან და მათ უნდა იცოდეს რას მოყვა ეს პასუხი. ეს პასუხი მოყვა საელჩოს განცხადებას, რომელმაც ნაცვლად იმისა რომ ტრამპის მილოცვაზე ელაპარაკა, რომელიც შეიძლება არ გაებუქებინა, მაგრამ უბრალოდ დაეციტირებინა და დაესტურებინა. ამის ნაცვლად დაიწყო ლაპარაკი რაღაც ერთგვარ ჩაშლილ შეხვედრაზე, ხო? საინტერესო ის არის, რაც იმ წერილში წერია, რომ ანუ რას თავაზობდნენ ადამიანები. ჩვენ ვიცით ესეთი რა. 27 დეკემბერს დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი ბაიდენის წარმავალმა ადმინისტრაციამ. ეს სიმბოლური თარიღია სხვათა შორის 27 დეკემბერს ბევრი რამ ხდებოდა ქართულ პოლიტიკაში, ეს ხდება 28 ნოემბრიდან 1 თვის თავზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების თქო 1 წლის თავზე და ასე შემდეგ. შემდეგ მოვიდა ტრამპის ადმინისტრაცია. რა სანქციებზე არის საუბარი? მაგას ეხლა არა. ბიძინა ივანიშვილი ახსენებს არაფორმალურ სანქციებს. არა, ეს არაფორმალური მანამდე იყო, კაცო, რომ სასამართლოს გადაწყვეტა. ცდომები მქონდა, ფულზე ცდომა მქონდა შეზღუდული. 24 ოქტომბერს არჩევნებამდე 2 დღით ადრე ტელეკომპანია იმედს მისცა ინტერვიუ და მან ცლად ილაპარაკა, ხო, ამ თემებზე. რა, როგორ და დღეს მე მზად ვარ, რომ შევხვდე ელჩს და ეს ტექნიკური შეხვედრა მოსამზადებელი გაიმართა კიდევაც რა, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარესა და ელჩს შორის. შემდეგ ამის ნაცვლად ჩვენ ხედავთ მე არჩევნების არაღიარებას, ჩვენ ხედავთ ამის შემდეგ 28 ნოემბრის განცხადებას და აქედან კიდევ ერთი თვის თავზე ჩვენ ნახეთ პირიქით სანქციების დაწესება. შემდეგ მოდის ტრამპის ადმინისტრაცია, ჩვენ ნახეთ რომ სანქციები დაუწესეს ორბანის ერთ-ერთ მინისტრს და 16 აპრილს ამ ორბანის მინისტრს სანქციებს უხსნიან, ჩვენთან არავინ არ გვიხსნის. 25 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერი არის ამერიკაში ვიზიტით და ჩამოდის რაღაცა ნაყოფიერი შეხვედრებით ხელდამშვენებული სადაც რა თქმა უნდა რომ ეს კითხვა გაჩნდებოდა და ამის ნაცვლად აქედან ერთ თვეში ჩვენ ვხედავთ რომ ტრამპი უკვე ასრულებს რაღაც სიტყვას იწყებს ურთიერთობებს. აი ხა ნახეთ საჩავს deep state-ი აქ რა ვინაიდან გადაწყვეტილია რომ ამ ფორმატმა აი ამ წინააღმდეგობამ და ამ გაცემამ თავისთავი ამოწურა და დროა საქართველოს ხელისუფლებასთან სხვა ნაწილში გადავიდეს ურთიერთობა ამ დროს საელჩოში ჩაბუდებული ეს ძალები აკეთებენ ესე ძალიან მარტივ სვლას ისინი წინსწრებით იციან რა უკვე ტრამპის დამოკიდებულების შესახებ და იციან რომ ეს მილოცვაც იქნება და ყველაფერი იქნება წინსწრებით თავაზობენ და ადრე რომ ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს რომ კი ბატონო შეხვდა ისინი თავაზობენ შეხვედრას ეხლა წარმოვიდგინეთ ერთი წამით რომ ეს შეხვედრა უბრალოდ შემდგარიყო. როგორც ჩაშლილი შეხვედრა არ დაიმალა და მათ ეს გამოდეს და თქვეს, ასევე გავრცელდებოდა ინფორმაცია რომ აი ეს შეხვედრა მოხდა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მოუხსნიდნენ სანქციებს, ამის შემდეგ რაც არ უნდა განვითარებულიყო ქვეყანაში, ყველაფერზე იქნებოდა ნათქვამი რომ აი ეს ყველაფერი გააკეთეს ამერიკელებმა, აიძულეს, გაჩნდებოდა შესაბამისი ვორდინგი, რომ ყური აუწიეს, აიძულეს, გააკეთებინეს და ეს სალაპარაკო მასალა მათ სჭირდებათ იქ ჩაბუდებულ აი ამ ძალებს რომ მისცენ ქართულ ოპოზიციას სალაპარაკოთ იმისათვის რომ დღეს აბსოლუტურ ჩიხში მყოფები გამოვიდნენ ამ ვითარებიდან და რაღაცნაირად გააპრაონ არჩევნებში ვაპირებენ მონაწილეობის მიღებას ის აი ესეთი მარტივი ამას გვია ზეცკი მათი და ისინი ცდილობდნენ ევაჭროთ გახსოვს ბავშვობაში რომ დათუნია შოკოლადები იყო იქნა რომ ამოიღებდი ქაღალდი ისეთი იყო რას გვია მახსოვს დღემდე მიიღო შოკოლადი ცარიელს რომ ისევ ქაღალდს შეკრავდი და დადებდი უკან აი ამის მოყიდვა უნდათ ჩვენთვის ეს მეტყველებს
გარკვეულ უცევაზე გურამის ბავშვობაში. საბჭოთა. არა, ნუ ეხლა საბჭოთა კავშირი იყო დეფიციტური ქვეყანა, რა უნდა გვექნა ეხლა ის ქაღალდიც კი ბატონო. აი ამ ქაღალდის მოყიდვა უნდა და ჩვენთვის და აი ამ პატარა ბავშვური მათს, მაგრამ ეს ცხადია რომ ეს არის ჩემი მხედვა, წერილში კი სრულიად სხვაგვარად არის, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული იქ პრინციპში არსებითად იგივე ხსნის ბიძინა ივანიშვილი რომ თუ მე მასანქციებ და მაყენებ შანტაჟის მდგომარეობაში, მე ამ პოზიციიდან არ დაგელაპარაკებ. როგორც კი ეს მომენტი მოიხსნა, გამოთქვი მზაობა, დამიწესე ისევ და რა გიშლის ხელს რომ მოხსნა მაშინ და დამელაპარაკე მე. ანუ პირას და სახელმწიფოებრიოს არავარ. ეს ბუნებრივია ჩვენ ხედავთ ახლა ოპოზიციას რომელიც ამ ისტორიასაც უგუღმაყვება, რომ თითქოს იმას თავისი აინტერესებს, მაგრამ ფაქტები არის ნათელი. შანტაჟის მდგომარეობაში მოლაპარაკებები არ იქნება რა და ამავე დროს თან ეს ნახე რა არის მნიშვნელოვანი ხა სიტყვა გამიგრძელდა მაგრამ ერთი გარემოება მხოლოდ ჩვენ ხედავთ მთელი გაზაფხულის განმავლობაში საქართველოს ნუ ოპოზიცია თავისი ზიდღის წესრიგით არის დაკავებული და ვერ ხვდება ამის ანალიზის დრო როგორ ვერ ხვდება ჩვენ ხედავთ როგორ ხდება სერიოზული როტაცია შიდა პროცესები საქართველოს ხელისუფლებაში და პარტიაში ხო იდაკი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი ის გახდა პარტიის თავმჯდომარე ეს წავიდა შს მინისტრი კიდევ არაერთი ადამიანი არის წასული დიდ სურათში ეს ყველაფერი რას გაჩვენებს ანუ რა ერთგვარად ძველი კოჰორტა რომელიც გარკვეულწილად იგივე ბიძინა ივანიშვილთან იყო დაკავშირებული რაღაცა ქართულსა რაც ზეუნებოდი რომ შენ გაქვს სახელმწიფო რაღაცა მიტაცებული რასაც წერდნენ ეს ხალხი რომ მანდ მუშაობს ეს არის თითქოს ამის დასტური ეს ხალხი ნელა ავაცეინდა გადის და ყველა ახალი ნომინაცია ყველა ადამიანი ვიც არის დანიშნული არის პრემიერ-მინისტრის პირადად დანიშნული იმიტომ რომ კადრებს ეტყობა ხო ანუ ეს ძალაუფლება ფორმალური ძალაუფლება არის გამთლიანებული ანუ ის ძველ წინაწლებში ხო მაგას ვიძახი წინაწლებში არსებულ საყრედურებს ნიადაგი განსრული კარდლანში აქ ფონზე როდესაც შენ ყავს აბსოლუტურად ქმედუნარიანი პრემიერ-მინისტრი შენ იძახი რომ მე ეს არ მინდა და ეხლა უნდა ველაპარაკო საპატიო თავმჯდომარეს რომელიც დასანქცირებული ყავს ანუ რა არის ეს თუ არა მახე და ხაფანგი ხვდებით რომელშიც ცხადია რომ აღმოსავლეთი ხო იცი ნატიფი საქმეა და მან ფეხი არ ჩაი კი ბატონო მე მგონი პირველად ხდება რომ დღეიდან უკვე აბსოლუტურად შეგვიძლია იმის თქმა რომ ირაკლი კობახიძე არ არის მხოლოდ ტექნოკრატიული პრემიერ-მინისტრი, ის უკვე პოლიტიკური პრემიერ-მინისტრიც არის, სრული კარდ ბლანში, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებში, სხვათა შორის დღეს საკმაოდ თბილი ტონალობა ახასიათებდა, როდესაც თავის რაღაც სიტყვებს უძღვნიდა შესაძლოა მინისტრს ბატონ ვახტანგს და ესეც მნიშვნელოვანია რომ აქაც აი ეს მithქმა მოთქმა რომ აიძულებენ წასვლას მე აბსოლუტურად დარწმუნებულია რომ ეს მართლაც ნებაყოფლობითი განცხადება და პრინციპში მესმის როდესაც პრემიერ-მინისტრი იბარებს მთელ ამ აღმასრულებელ შტოს შესაბამისად მას ან ელემენტარული ეთიკა უბრალოდ მან დაუთმო ის გზა და მის შესაძლებლობა რომ თვითონ დაეკომპლექტებინა თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი საკმაოდ ესეთი დადებით ტონალო კომპლიმენტარულიც კი ახასიათებდა ირაკლი კობახიძეს როდესაც საუბრობდა ყოფილ მინისტრზე წერილს დაუბრუნდეთ ანუ როგორც ყოველთვის სტრუქტურირებული მარტივი გასაგები გულწრფელი რაც ყოველთვის ახასიათებდა ბიძინა ივანიშვილს და თუ კი დაუბრუნდებით იმას რაც გურამი ლაპარაკობდა რაზეც ლაპარაკობდა ეს აშკარა იყო რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედება მე გულისხმობ აი ამ რანდევუს დანიშნა რა ანუ პრემიერ-მინისტრის მეშვეობით აწუდი ბიძინა ივანიშვილს შეტყობინებას რომ მოდი ერთად განვიხილოთ ეს წერილი რომელიც თითქოს და რუბიოს მიერ ანუ სახელმწიფო დეპარტამენტში ან ადმინისტრაციაში არ წერილზე არ იყო ლაპარაკი ან რაღაცა დანაბარები გვაქვს იქ მოვისმედი ჩვენ მიმდინარე ანუ ჩვეულებრივ ფრაზებს ვიცით აი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს რაღაც თავის დასავლურ კურსს და ორიენტაციას და დემოკრატიის მდგრად განვითარებას და ანუ ხო გესმით ახლა აი ამ ბლაბლა მაგრამ თავარია რომ შეხვედრისთვის შედგებოდა ხო გესმით რა თქმა უნდა თვითონ ფაქტი ბევრ ამერიკულ ფილმშია მსგავსი ფეიქ შეხვედრა ხო აღწერილი და ეს იყო ზუსტად ამ ტიპის ხაფანგი შეხვედრა შედგა რეზონანსული ტალღის შექმნა ამ შეხვედრის ირგვლივ
იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები. ყველაფერი გაიყიდებოდა მერე როგორც არაჩვენი მიერ სულები ანუ ჩვენ ხო გესმის რომ მაგალითად შიდა საკადრო გადაადგილებები ხო საქართველოს პოზიცია რაც აფიქსირებს საერთაშორისო ასპარეზზე მისი საგარეო ურთიერთობები და ვიზიტები ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მომდინარე აქტივობები და ნაბიჯები მათ შორის აგერ უახლესი პომპეზურის სახე ყველაზე უფრო ხმაურიანი ბონი და კლაიდივით გაქცეული რა ქვია კრიპტო ბარონის უკან დაბრუნება ქვეყანაში რომელიც მთლიანად ესე ვთქვათ როგორ მოხერხდა დეტალები არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ რეზულტატი უკვე მეტყველებს იმაზე რომ კაცი ფაქტია რომ გაიპარა და ეს დაადასტურა ხელისუფლებამ და დღეს კაცი არის დაბრუნებული და ისევ არის თავის განთავსების და დისლოკაციის ადგილას და ამასთან ერთად ეს ბოდიში ეს საქმე ეს რო ესე დამთავრდა ხო ხტები ეს ყველაფერი მეტყველებს რომ ამას აკეთებს ქართული ხელისუფლება ყოველგვარი ზეწოლის ან გაცვლის გარეშე ეს ნუ მიეწერა კაფიოთ ისმის მესიჯები. ანუ რას ამბობს ბიზნე ივანიშვილი? ჯერ ერთი ქვეყანაში არის პრემიერ-მინისტრი რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკაზეც. ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ კოლექტიურად და ეხლა ჩვენ რაც ვიცით რომ ეგრეა. მესამე ასპექტი არის ის, თქვენ დააწესეთ სანქციები და მართლაც უპრეცედენტო რამ ხდება, როდესაც არ სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება და შვეიცარიის ბანკი არ გასცემს თავისი მოხმარებელი, თავისი კლიენტის ფულს. ამ ყველაფრის ფონზე ეს მხარე ითხოვს შეხვედრას. ბუნებრივია ეს განიხილება როგორც შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტი. და რა თქმა უნდა, ეგ პირდაპირ წერს ბიზნე ივანიშვილი კომპლექსზე რომელიც არ აძლევს მას უფლებას, რომ გამართოს ეს შეხვედრა. რა სიტყვის შენ ამასთან დაკავშირებს, რას დაამატებ კიდე? ნუ ერთადერთი შეიძლება დავამატოთ ის, რომ ამას თუ ავიღებთ დიდ დროში, გულისხმობა იმ 3 წლის კონტექსტს, ძალიან, ნუ ხედავთ ერთიან ლოგიკას ბიზნე ივანიშვილის მესიჯების დაწყებული პირველი დღიდან სხვა შორის ახლა ეს ხო არ ახალია ძველია პრაქტიკულად გაიმეორეს სხვა კონტექსტში იგივე რაც თავიდან იყო ხო რამდენჯერ იყო ლაპარაკი იმის შესახებ რომ უკრაინული ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 3 თვეში რომ ელჩი დეგნანი შეხვდა ბიზნე ივანიშვილს მთელი თვეების განმავლობაში ითვლებოდა რომ ეს არის კონსპიროლოგია შემდეგ ელჩს მოუწია აღიარება რომ სინამდვილეში შედგა ეს შეხვედრა და თითქოს აი როგორც აი ისეთ ცუდ კინოებში რო არის რაღაცა როდესაც ავტორს არ ყოფნის ფანტაზია და იმეორებს იმავე კაცს ოღონდ რაპიდით ან ხო აი დაახლოებით აი ეს კინო უკვე ერთხელ ნახეთ და მე ველოდი რაღაც ეგეთ სხვა შორის რომ აი ტრამპის ამ ისტორიული წერილის შემდეგ რაღაც საერთოდ რაღაცა ესეთი პრეცედენტი რომ საერთოდ თავისივე საერთოდ ესე გადაებ თან ფორმალურად ყველაფერში მართალი იმიტომ იქიდან რომ ვიღაცა დარეკოს უკვე deep stage-ში რომ ზარი გაისმას იქ ეთქვია რომ კი მარა რა გინდათ კაცო დანაბარების გადაცემა გვინდოდა სათმელი გვეთქვა მას უნდოდა შეხვედრა და არაფერი ვთხოვეთ ადამიანებს შეხვედრა არაფერი რა შო შეხაფანკი გესმით ანუ და სინამდვილეში ჩვენ ნახეთ რომ მთელი ეს ფაქტორები იყო სრულიად სხვაგვარად დაალაგებული და მათ გადაფარეს ეს როდესაც შენ წერილში წერდი რომ შენ წერილიდან გავიგე რომ თურმე ამერიკის საელჩოს შედგება ანუ ძირითადი სტაფი 350 ადამიანი უფრო ყველაზე დიდი საელჩო არის სომხეთში სამჯერ უფრო დიდი საელჩოა ნუ პოსტაბჭოს სივრცეში ყველაზე დიდი შენობაა საერთოდ არა თემ სოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო არის სომხეთში. მაგალითად სომხების მუშაობენ ამერიკული სომხები. ხო და არა აქედან ეს ხალხი რაღაც თქვა დაკავებული. აქედან გამომდინარე გასაგებია როგორ გაჩნდა პაშინიანი ქვეყანაზე. ხო და პაშინიანს მევეძახი სომეხ მიშას. რატო? იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია
ძალიან კანუ გადაუხვიე. ძალიან გავდა. მოდი დაუბრუნდი თემას, ანუ რუგზაკების რევოლუცია ეს ისე მიდის ხოლმე იმაზე რა ვქე. მაგათმოდი სათამაშოში როა, ხო ის თოჯინები იცინდა. ხოლოს სათამაშოზე. გადავიდეს აი ეს მიდის ხოლმე სომხეთ. რატომ იყო? თოჯინები იცინდა. რატომ იყო ლომაემდელი ბავშვი გონება ჩუნგი? მას არ ქონდა უნარჩვევები. ხო და ქართული ხალხი როგორც თოჯინები იცინია. დღეს აი პატარა კარგი, ტრუკებზე რომელიც მოგვიმზადებს. კარგი, მოკლედ, აქ ყველაფერი გასაგებია, კიდევ დაუბრუნდები მე იმას აჟიოტაჟს, რომელიც შეიქმნა ტრამპის ეს მისალუცი ბარათის თუ წერილის გაგზავნის შემდეგ. ჩვენ ახლა ნუ სასაცილოდ არ ყოფი საერთოდ აღარ ვაქცევ. მე მგონი აქ ჩამოყალიბებული უკვე ეგეთი კლინიკაა, როდესაც აი ამ ეს არგუმენტები გვესმის ოპოზიციის, ნუ რა არ წავიკითხე და რა არ მოვისმინე. მაგრამ ეხლა მინდა მეორე ბანაკს ასევე პრეტენზიები გამოვთქვა, იმიტომ რომ მთელი ესე იგი ეს რაღაც დღესასწაულებით იყო აი ტრამპის წერილის გაგზავნა. იქ ვიღაცამ ამოვისუნთქეს როგორც იქნა კი ოცნების და მომხრეებში და აკა ტრამპის წერილი მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა ვთქვა. ანუ რა თქმა უნდა ის აბსოლუტურად ეს სხვა კლინიკაა, სხვა დიაგნოზია, ის რეაქცია, ესე იგი ის რო იმის შესახებ რომ ვიღაცამ იქ პარულად გააგზავნა, გავრცელა ის დაუკითხავთ ეს მისალუცი წერილი, მაგრამ აი ესეთი აღტაცება აი მე მახსენდება ეს ისტორიული ფაქტია, ჩერჩილმა შეაქო სტალინი რაღაც პრესაში და მოკლედ რაღაცა ესეთი ეპიტეტებით რომ ეს უდიდესი და ასე შემდეგ და მართლაც ძალიან ხშირად გამოხატავდა აქტოვანებას მემუარებში წაგაწერილი და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ასევე ეს ერთ-ერთი მისი მდივანი მივიდა და გააცნო სტალინის დიდი სიხარულით ეს რომ აი ჩერჩილი თვენზე იწერება დასავლეთ პრესაში და ასე შემდეგ სტალინმა უსაკვედურა აი ეს ცნობილი ფრაზა ტელეგრამა ზაპადა პრავდაში გამოქვეყნდა ეს წუთი დავამთავრო ზაზა ესე იგი არსი ხო ეს არის ხო და მოკლედ და მეც ასე ანუ არგუმენტი რა იყო აი დღეს შემაქო და ხვალ რომ არ შემაქოს რომ გამაკრიტიკოს რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები ხვის აზრზე რატომ უნდა ვიყოთ ან აქტოვანებულები ამ პირიქით ასოთაკეთაში რაღაც ფრუსტრირებულები იმის გამო რომ ვიღაცას არ მოწონს აი ეს არის ეს კომპლექსია ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და რო არ მიგვეყო ახლა ესა ხო მაგრამ მე ერთი წუთით მაგას დავიცავ ერთი წუთი მისალუცი რო არ მიგვეყო რა უნდა გვექნა კოლექტიური თვითკვლელობა უნდა მოგვექნა რა უნდა მოგვექნა ვერ გავიგე ეს დამოკიდებულებას არანაკლებად მაგზიანებს ვიდრე ის ესე კი იდიოტური აბსოლუტურად მართლა ყველაზე იაფასიანი შეთქმულებები და ბულგარული შეთქმულებები როგორც ის პროცესი სოსო უნდა გააკეთოს ის რასაც ახამდე აკეთებდა აი მხალს ესაც ვაკა იძახის იმიტომ რომ ნახე რა ხდება საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს ვინც რაღაც მე არ მინახავს მაგრამ თუ დაუშვებთ რომ ვიღაცები აი ამოისუნთქეს აქტოვანად სხვა რამის გამო ამოისუნთქეს ჩვენ გვესმის რომ ქვეყანაში არის გარედან ინსპირირებული პოლიტიკური კრიზისი რა და ყოველდღიურად აი ამ ოპოზიციას აძლევენ რაღაც სრულიად ბრიყულ არგუმენტს სად არის ლეგიტიმაცია და აი ესენი ამით გამოდიან ტელევიზორში უჩჩინებენ და ადამიანები დაიღალნენ აი ამ ფარსის ყურებით, ეს ნერვები ეშლება და უნდათ რომ ეს ნამდვილად არსებობს ეს მოთხოვნილება რომ ეს ფარსი ერთხელ სამუდამოდ დამთავრდეს აი ამ ფარსის დამდგმელების სრული ესე ვთქვათ კაპიტულაციით რა და ვისგან ლეგიტიმაციას ან ლეგიტიმაციას კი არ ევლის ანუ ამ შემთხვევაში მათთვის ეს ტრამპის წერილი იყო მათ ხელში არგუმენტი რომ აი თავისი ოპონენტების ენაზე აეფარებიათ სკურზე და გაეჩუმებინათ ეს ადამიანები და სწორედ აი აქ ჩდება ეს deep state აქ ჩდება ამერიკის საელჩო რომელსაც ეს არ ჭირდება ისევე როგორც უკრაინაში ომის დამთავრება ხო არავის არ ჭირდება არ ვითარები აბსოლუტურად არავის არ უნდა რომ დღეს ოპოზიცია დარჩეს ხახამშრალი და მათ ესე ჩაასხეს იმას წვრადაწუწ მოდი ეხა ნაცლა დავანახოთ ვინც უყურებს სხვათა შორის უყურეთ YouTube-ს ჯერ არ არის მოვალი ჩვენი გადაცემიდან ჩაითვება live-ში და აწი იქნება live-ში ეპშტეინის კუნძულით და დიდი სივრცეც ეს ერთი მეორე უყურეთ Facebook გვერდს უყურეთ და რისი თქმა მინდა აი მოდით ეხლა ვიც უყურებს Facebook გვერდს და მოგვიანებით ნახავს YouTube-ში აი ეგეთი პერსონაჟი რომლის განაც ვიღაცები დღემდე ელიან რაღაც ლეგიტიმაციას. მე მინდა რომ გაუშვათ ეს ვიეტნამში ჩასულის ეს ლეგენდარული მაკრონის ესე იგი ბრიჯიტ მაკრონი და მაკრონი ცევა საფრანგეთის რომელიც ვიდეო თუ გაშვებულია და მიდასტურეთ მითხარით როდის ჩაუშვებთ
ჩაუშვით, ხო? ესე იგი აქ ჩანს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს სახეში უთავაზე რბილად ვამბობ. თავდაპირველად ელისეის სასახლემ ეს ინციდენტი უარყო, მაგრამ შემდეგ ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა და მომხდარი მხიარულ ხმრობად დაახასიათა. ხიარული რომანი. მაკრონთან ახლოს მყოფმა წყარომ, ეს წყარო გენიოსია, აი ჩვენი ტოპ ტვინების IQ აქვს დაახლოებით. აი რა და მიხვდებით რატომ წყარომ კი ის ინციდენტი უწყინარ წაჩხუბებად შეაფასა და უარყოფითი რეაქცია პრორუსული წრეების გავლენით ახსნა. ნუ მარაზმის ხარისხი, რაზეც წინა გადაცემები აჯანყა კრემლმა, ხო? რუმინეთის ახლა შემოგთავაზებ ფრონტიდან მოხსნილი TikTok აკაუნტებით შექმნა ახლა ჩვენ მე არ ვაშუქებდი შეგნებულად იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა მატარებელში ცნობილი, სადაც ის მალავს რაღაც ხელსაყრელს. მან თვითონ ახსენა და სხვა ერდოგანის თვითონ ახსენა, კი ბატონო, ამანაც გამოიწვია გარკვეული რეზონანსი, ნუ საფრანგეთში ამბები ხდებოდა და ხდება დღემდე, მაგრამ აი ამ პოლიტიკურ ინტელექტუალურ წრეებში, მაგალითად, სოციოლოგი სტეფან როზესი, ამასთან დაკავშირებით რას აღნიშნავს. ვინაიდან თემამ უკვე ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოიპოვა, უფრო გონივრული იქნებოდა სიტუაციის არ გამწვავება. თუმცა ჩნდება ლეგიტიმური კითხვა. როდის შეწყვეს პრეზიდენტი მაკრონის შეუფერებელი განცხადებების გაკეთებას? იქნება ეს კონფიდენციალური მოლაპარაკებები უცხოელ ლიდერებთან თუ პირადი ცხოვრების დეტალები. ბოლოს ის კვლავ უსაფუძვლოდ და უხერხულად რუსეთის დადანაშაულებით დაკავდა. სოციოლოგი მარკ ჟოლი წერს ამასთან დაკავშირებით. მაკრონი, რომელიც ნეოლიბერალურ ადმინისტრაციას განასახიერებს და ამავე დროს დემოკრატიის კრიზისის სიმპტომია, ყოველდღიურად ადასტურებს თავის ფუნდამენტურ უნარობას თვითრეფლექსიისა და მიმდინარე მოვლენების ადეკვატური შეფასების მიმართ. და კიდევ ერთი ფრაზა, იგივე მარკ ჟოლის, მიუხედავად იმისა, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ფსიქოლოგიურ კლინიკური დიაგნოზების დისკუსია საკამათოა, მე არ ვითარხები, არ არის საკამათო უკვე. მაკრონის შემთხვევაში სულ უფრო მეტი კვლევა გვიჩვენებს მის სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ პროფილს. თუმცა ასეთმა პერსონაჟმა მხოლოდ გარკვეული პოლიტიკურ მედიური სისტემის პირობებში შეიძლება გამოჩნდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს, რომელშიც იგი ჩამოყალიბდა. აი მე მაინტერესებს ახლა თქვენგან. აი ეს მედიური სპეციფიკური პოლიტიკურ მედიური სივრცე. ხო აშკარაა რომ ეს სივრცე რომელიც ჩამოყალიბდა, არის და ითვლის დაახლოებით 15 წელს, ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს აპოგეას აღწევს, ხო? და სწორედ ამ სივრცის გამო ჩვენ ვიღებთ ესეთ პერსონაჟებს, რომელიც არის ანალენა ბერბოქი, ლის ტრასი, ოლაფ შოლცი, მაკრონი, მერცი. სწორედ ამ სივრცის გამო ჩვენ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მივიღეთ. და პირიქით ამ სივრცეში შეუძლებელი იქნებოდა, მე არ მახსოვს დარენდორფსა თუ საგამო ვიკითხე. ის წერს, რომ აბრაამ ლინკოლნის ან დარენდორფი ან სხვა ამ პირობებში ვერ გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო კამპანიაში. დარენდორფზე ამბობ. ხო, დარენდორფს აქვს აბრაამ ლინკოლნი და ეს ტიპის პოლიტიკოსი იყო. ხო, უბრალოდ ვერ მოიგებდა ამ. სხვათა შორის მოდი ესე ვთქვათ, რომ ეს ფენომენი თვითონ, ხო, ბევრად უფრო ადრე გაჩნდა და თუმცა რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო უხდება ამ ყოველივეს ბოდრე არის ცნობილი თეორია სიმულაციების სიმულაკრების და მაგრამ ამავე დროს ბოდრას კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესოა, სწორედ მედიაზე. საინფორმაციო საზოგადოება და ძალიან საინტერესოა რა, როცა ლაპარაკობს ესეთ ფენომენზე, რომ ყოფილი რომელიც არ ყოფილა და არ ყოფილი რომელიც არის ყოფილი. მაგის გახსოვს ალბათ მაგის შესანიშნავი ესეთი სტატია, თან უნიკალური უნარი ჰქონდა მარტივად ლამაზად და ხატოვანი წერის, ხო, აი ომი ყურეში არ ყოფილა. ხო გახსოვს არა ერთ-ერთი ან რეიტინგის დიქტატურა.
ჯერ კიდევ როდის არის დაწერილი. ოდე არის გარდაიცვალა 2007 წელს 77 წლის ასაკში. და ისე ვიმეორე, სხვათა შორის მას ესთეტიკურ სივრცეში ორი ძალიან საინტერესო გამოვლინება აქვს. მატრიცა, პირველი მატრიცას გულისხმობს ვაჩოვსკების და 95 წელს ვიქტორ პელევინის შესანიშნავი ალბათ ერთ-ერთი მის საუკეთესო რომანი გენერაცია P. სადაც ყველა პოლიტიკური პერსონაჟი, მაშინ ელცინის რუსეთია, აღმოჩნდება, რომ არის მედია პროდუქტი, არავინ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ეგრეთ წოდებული იმიტაცია, სიმულაცია, რომელსაც აქვს აბრევიატურა ამ მედია ხوارი ოლიგარქია, მედიარქიას და ქვია პიზდეც. რომელიც არის ცნობილი ძაღლი, რომელიც დოდადო იღვის. ძველსლავების კულტი. ნუ ერთ-ერთი შესანიშნავი რომანი მე ესე ვიტყოდი და ამ შემთხვევაში მოდი ძალიან უხდება მე ესე ვიტყოდიო, აი მაკრონი, მერცი, სტარმერი ლამის ყავსანით ერთმანეთზე კიდიან რა მერცი ძველ სლავურ შმერცი და შმაკრონი ხო აი თითქოს ესენი მართლა პერსონაჟები არიან აბსოლუტური შეგრძნება გაქვს რომ ვიღაცა მის დაწერა და მოიფიქრა ან მიშელ უელბეკის დაწერილია ეს ყველაფერი ან მიხეილ აფანასიევის ბულგაკოვის ხო თავისთავად და ისეთი პერსონაჟები რომლებიც თან მედიიდან პირდაპირ მოდიან ხო აი ზელენსკი მაგალითად ამისი იდეალური გამოხატულებაა მე ესე ვიტყოდი ზელენსკი როგორც მედია ეპოქის წყარო და შემადგენელი ნაწილია მაგრამ ეს ყველაზე კატასტროფულია და ყველაზე დრამატულია აგ ვერც გაიარა როგორც ჩანს აი რომის იმპერიის ბოლოს ხო აი რაღაცა მსგავსი ხდებოდა ხა მაშინ ეს მედია სივრცე სხვანაირად იყო დაალგებული და ადამიანები პირდაპირ გლადიატორები პირდაპირ ხდებოდნენ იმპერატორები ხო სხვა შორის ეს რაღაცნაირად ძალიან ისე აისახა ცნობილ რასელ კროუს მონაწილეობის ცნობილს მაგრამ იქ რაღაც ისე დრამატულად წარმოდგენილი სინამდვილეში აი გლადიატორების არენასა და იმპერიის ტახტს შორის უკვე პირდაპირ კავშირი იყო რო ითქვან და ნუ ყველა გრძნობდა რომ შეუძლებელია რომ ამან დიდხანს გასტანოს და ვერც გასტანა მაგრამ კანონზომიერება ანუ ჟანრის კანონი არის გარკვეულწილად იგივე რა ეს დიდი ხანია ჟანრის კანონი იგივეა რა თქმა უნდა შენ ამ ადამიანებს მათ შორის ზელენსკისაც როცა უყურებ რომელიც პირდაპირ ყველაზე ნათელი მედია პროდუქტი არის პირდაპირ ღია დაფარვის გარს ისკარო რომ შენ რაღაცა ის იყო მაკრონი იყო ბლეკროკის ბანკერი და ეს არის მეორე თუ პირიქით ის იყო როჩილდების ბანკერი და ეს არის ბლეკროკის ბანკერი ხო მერცი ეს უნიკალური ის რომ შენ რაღაცნაირად ესე გაწკეპილ ადამიანს გაჩვენებენ რომ არა კაცო ნახდათ პოლიტიკოსი შენ კი გზნობ რაღაცა სიყალბეს რაღაც ფალშს მაგრამ არა აი პოლიტიკოსები არიან ისინი გადაწყვეტილებას იღებენ მაგრამ აი ეს სიმულაცია ვიღაცებს უბიძგებს და მე მიდის საოცარ შეთქმულებებში მთელი ის არსებობს რა ქვია რაგვარ ეს ევროპაში უკვე ის ქალი რომელიც ამბიცია სერიოზულად რომ მაკრონის ცოლი არის მაკრონის ქმარი გესმი მაკრონის მამა ანუ საგიჟესია საოცრად ამის მე ვთქვი რომ მამა კი არის პაპა არის სოფოკლე ვაპირი ცნობილი ლექსი ბიჭო იქნება პაპა იყო შენი მაკრონზე აღმოჩნდა დაწერილი ხო და ეს ხო ისედაც არსებობს ანუ რატომ მიიღო ამ ხელა დარტყმა რეალურად რო თქვა მაკრონის იმიჯმა იმიტომ რომ როდესაც ეს ამ ჭორებით არის სავსე ისედაც ეს ინტერნეტის შენს მიმართ და იმიჯი აღარ არის ეგ რაღაც 14% ცოტა კომიკური მაგრამ ამ სკანდალამდე სხვათა შორის სწორედ მედიით ხდება ამ იმიჯის კონსტრუირება ხო რომ ადამიანებს შეასახო როგორც დემოკრატიის პროდუქტი თითქოს მართლა აირჩიეს და უკან აი ესე თქვა დიპ სტეიტური რაღაცა მაქინაციები მაგალითად ავტომობილისტთა კლუბი აქვს რომელსაც ეს სახელი ქვია მაგრამ შინაარსი ნამდვილად სრულიად აბსოლუტურად დახურული კლუბია რომ აინტერესებთ ხომ რისგან შედგება დიპ სტეიტი აი შეუძლია გუგლში წაიგდო პარიზში ავტომობილი კიდე ერთი რამ არის ნახეთ ესე იგი ჩვენი ეს აი აღარ ვიცი რა დავარქვა სიმულაკრი ოპოზიციის აი გამოვიყენოთ კარგი ეს ბოდრიარის ტერმინი სვერკერუკი ბოდრია არა ხო მაგრამ ნახეთ ესე იგი ედავება ლეგიტიმაციას ოცნებას ხო ოცნებას ედავება ლეგიტიმაციის საკითხში ამავე დროს ვიცით რომ უკვე აი ყველა კვლევის თანახმად გერმანიაში მერცი უცებ ჩამოიქვეითდა რეიტინგში და მისი ანტირეიტინგი მკვეთრად იზრდება ჩვენ ვიცით რომ მაკრონი არის პრეზიდენტი რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს მსოფლიოში არა მხოლოდ ევროპულ ლიდერთა შორის არამედ მსოფლიოში
აი 12-14%-მდე მერყეობს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან საეჭვო ლეგიტიმაციის მქონე არის აი გუშინ მოხდა რუმინეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია და პრაქტიკულად უკლებლიო ყველა ლიდერზე, რომელიც დღეს არსებობს ევროპაში, გარდა ორბანისა, გარდა ერდოღანის, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები ობიექტური არის, ფსიქოლოგიური აღიარებაც არის, ფიცო ყველა ამ სუვერენულ ფიგურას, როგორი დამოკიდებულება უნდა გაგოჩნდეს მათ მიმართ ამ რეჟიმების რაც დაამყარეს, მათი რეიტინგი ბევრად აღემატება, ესე იგი აი ამ ლიბერალური, აი ამ ნომენკლატურის მიერ მედიურ ლიბერალურ აი ამ რაღაცა სოციუმში, ესე იგი გამოჩენილ რასაც იძახი, ეგ არ დამემთავრებიან და მადმიდიოტი ზუსტად იმის თქმა მინდა რომ გადავიდეთ სხვა თემაზე, ბევრი თემა. ერთ წინადადებაში მორჩები, ეგ ძალიან მაგრამ შეიძლება. არა, ძალიან მნიშვნელოვანია შეხედე, როგორც მედიით შეიქმნა პროდუქტი, აი ამ იმპერატორის დამარცხებაც, აი ამ გლადიატორთან არის ხდება ასევე მედიით. ეს გაბუქება მაკრონის იმიჯის ასეთაც ბრაზდება თავისივე მედიის ხელშეწყობით და რატო? ჩვენ კარგად ვიცით სტატია დაიწერა, რომ კაბინეტში ქონდა მას უთანხმოება, ის უკმაყოფილოა საიმიგრაციო პოლიტიკა. უკვე მესამე წინადადება. მისი კაბინეტი ვერ წყვეტს ამ პრობლემას და იქ გამზადებული, მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო გამზადებული არის, რომ იყოს ჩამნაცვლებელი 2027 წელს. შორს რო არ მიდიოდეთ. ეხლა ჩვენ ხო გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი უწინარესად იყო მათ შორის მედიას შექმნილი პროდუქტი და გმირი, რომელიც ძალიან კარგად ახდენდა მიმიკრია, ძალიან კარგად შეგვა, ანუ კარგად ადაპტირდა და ნუ ეს ნიჭი აქვს ამას, ხო? ქონდა ყოველ შემთხვევაში, მე მაგალითად საერთოდ სუპერ მარიოს პერსონაჟი მაგონებდა, რომელიც არ ჩერდება და ეს დინამიკას იხილავდა, მაგრამ ეს უკვე სხვა სამოხმარებო ეს ფსიქოლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ მედიამ ძალიან დიდი როლი შეიტანა, ხო? მაგრამ მისი დამარცხებაშიც მედიას აქ დიდი, მე მახსოვს თქვენი გადაცემა ჟენი ვაზიკო მაღლაფელიძის და მაგრაძის მეწყრი არღზე მე არ ვამბობ ეხლა მაგრამ ამან ხო შეიტანა თავისი ის კადრები ხო რაც მედიით გავრცელდა ხო რა თქმა უნდა მედიას აქვს ეს ძალა და მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ არის გარკვეული მატრიცა შეიქმნა რაღაც ინკუბაცია ამ რაც გარკვეული ტიპის აი ამაზე წერს ფრანკი სოციოლოგი ეს გარკვეული პროფილია და ჩვენ ვხედავთ მსგავსებას ეს პროფილი არის ჩვენთან მრავლად ეს არის დასავლეთში იქ ევროპაში შტატებში და ასე შემდეგ მოდით ეხლა კიდევ ერთი არა შეთქმულება მე ძალიან ხშირად საუბრობ ამ რობოტოტექნიკაზე მაგრამ ეს არის ჩვენი მომავალი ეხლა მინდა შემოგთავაზოთ პოდკასტი, ტედ კრუზის პოდკასტი, ტედ კრუზი არის საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი, რესპუბლიკელი, სხვათა შორის წინაარჩევნებზე, იმის წინაარჩევნებზე ტრამპს უწევდა კონკურენციას რუბიოსთან ერთად. და ესე იგი მას აქვს პოდკასტი, რომელსაც ვერდიქტი ეწოდება და იქ არის ინტერვიუ მასკთან. There will be ultimately billions of humanoid robots. All cars will be self-driving. მოკლედ, ესე იგი, მასკი ამბობს შემდეგს. საბოლოოდ ჩვენს გარშემო მილიარდობით ჰუმანოიდური რობოტი იქნება, ხოლო ყველა ავტომობილი უპილოტო გახდება. და ის რა ქვია, ტედ კრუზი ეკითხება, აღარ გვინდა გამორთეთ, შეუძლია მოკლედ მოხმარებას მონახოს ეს ვიდეო. ყველგან ნუ თუ კი შეეცდებით მოიპოვეთ აუცილებლად 10 წლის განმავლობაში კრუზი ეკითხება მას კი 10 წელიწადში დაახლოებით ყველა მანძილს 90%-იანი დაფარვა მოხდება ადამიანის ჩართულობის გარეშე ასე სწრაფად კრუზი კლავ ეკითხება დიახ ხოლო 5 წელიწადში დაახლოებით 50% ყველა მანძილის დაიფარება ავტოპილოტის მეშვეობით საქონელი პროდუქტი და მომსახურება პრაქტიკულად უფასო გახდება ადამიანები აღარ დაგჭირდებათ არაფერში და რატომ გახდება ეს ყველაფერი უფასო კლავ ეკითხება ტედ კრუზი ჩვენ გვეყოლება 10 მილიარდი რობოტი რომლებიც თქვენთვის ყველაფერს შექმნიან და ნებისმიერ მომსახურებას გაგიწევენ და ეს არსებითად არაფერი დაგიჯდებათ ხალხის ცხოვრების ხარისხი არა მხოლოდ არ შემცირდება არამედ პირიქით გაცილებით მაღალი იქნება ოცნება მხოლოდ თვის რეალიზაციის გზებზე და ცხოვრების აზრის პოვნაზე მოგიწევთ აი ეხლა მითხარით ბატონებო
არ ვიცი მე ან იტყუებს თავს ან მართლაც ჯერა მე მას ვათაშორის უშვებ ამას რომ აი ეს იდეალისტური მიდგომას აქვს ვინაიდან ჩემი აზრით გამომგონებელი რომელიც არის ვიზიონერი რომელიც ფიქრობს კოსმოსის ათვისებაზე მას ეს იდეალისტური მასში ამ იდეალისტური სამყაროს ხედვა აბსოლუტურად ასაშვებია აბსოლუტურად გეთახმები ერთი მომენტი კიდე არ უნდა დაგვავისდეს ეს არის ამ ერთი მედლის ორი მხარე მას კი არა მარტო ეს მომენტი არის არამედ კოსმოსური მომენტი რა თქმა უნდა კოსმოსი კი მას კი ამ ორი რამის გარეშე წარმოუდგენელია და მე ხა მინდა ცოტა ისე ფუნდამენტური სახე მივწე ამ ჩვენ საუბარს იმ აზრით რომ როგორც აღმოჩნდა დასავლურ ანალიტიკას გავეცანი მასკის შესახებ და პირდაპირ არის ლაპარაკი რაზე რომ საოცარ გავლენა საბჭოთა კოსმოსის მასკზე კი ეს აშკარად არის კონსტანტინ ციოლკოვსკის რომელიც არის მისი კარალოვის ღიად გამოხატავდა ციოლკოვსკი და კარალოვი პირველ რიგში ციოლკოვსკი რომელიც ამოიღეს იყო ფუნდამენტური მეცნიერი, არა უბრალოდ გამომგონებელი და თან ეს რუსული კოსმიზმი და თავის მხრივ ციოლკოვსკი იყო რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ფიოდოროვის მოსწავლე. აქ არის საოცარი კავშირი. ნიკოლაი ფიოდოროვი იყო არ გვინდა ფიოდოროვი. აი ხო რატომ მართლა აგენტი ყოფილა მასკი. რატომ უნდა დაამთავრო ხო უყურე აი რატო არის მნიშვნელოვანი. მასკი არა უბრალოდ აღმოსცემელია ციოლკოვსკი მას ხშირად აციტირებს მისი წიგნები წაკითხული აქვს და მეცაც გეტყვით, ესე იგი რუსეთში ციოლკოვსკის სამშობლოში დამავსდა ქალაქის სახელი სადაც ციოლკოვსკი დაიბადა, გაიმართა ფესტივალი. ციოლკოვსკი რუსეთში კითხოთ მასკის დროს რა ქალაქში დაიბადა? ციოლკოვსკი რუსეთში. კალუგაში შედგა ფესტივალი, სადაც ერთმა რუსმა ავტორმა დაწერა ესეთი პიესა და დაიდგა ეს პიესა. ციოლკოვსკი და მასკი. სადაც ციოლკოვსკი და მასკი კალუგაში მოკუდა იჟევსკოეში დაიბადა რიაზანსკაია გუბერნატორი. კალუგაში გაიმართა ფესტივალი, სადაც დაიდგა სპექტაკლი. ციოლკოვსკი და მასკი. სადაც წარმოსახვითი მომენტია, ხო? აი თომას მასა. ანუ ციოლკოვსკი და ნიღაბი. ციოლკოვსკი და ნიღაბი, მასკმა ნიღაბი ჩამოიხსნა. მოკლედ ესეთი ხვდებიან ერთმანეთს და ელაპარაკებიან ერთმანეთს. რა მაგარია. ძალიან მაგარია. კარგი, მაგრამ ეხლა მე რა მაინტერესებს. ნახეთ, რატომ გონია ეს მე ამიტური რამ და აქედან გამომდინარე არის ჯერა ამიტომ. ამით ჯერა. მაგრამ ნახეთ, საფრთხე რაშია? იდეალისტი, ნამდვილი რაც ოღონდ სრულუშლის ხელს უტოპიზმს. კი ბატონო, ეს არის უტოპია და ის რომ ეს არის უტოპია, ამაში არის უდიდესი საფრთხე. იმიტომ რომ რაში არის მართალი და რა მოხდება დიდი ალბათობით. რა თქმა უნდა, იქნება მილიონობით, აგერ ამბობს მილიარდობით რობოტი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით, არ ვიცი რა, დაახლოებით ალბათ 5000 რაც აკითხული მაქვს 5000 სპეციალობა იქნება გაუქმებული უბრალოდ ადამიანის საჭიროება. აი ხო ამბობს ახლა ავტოპილოტზე იქნება, წარმოიდგინეთ ახლა რომ ტაქსი არის პილოტი და არა მძღოლი. ხო, რეფერენტები, მდივნები, რეკლამის აგენტები არ უამრავი. ტელეფონისტი ქალები და დამწყებული და პოსტალიონი დამთავრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ რისი თქმაც პირდაპირ შეგვიძლია, ხო, რომ ეს გამოიწვევს უმუშევართა რიგების ზრდას. ეს გამოიწვევს იმას, რომ უპირატესობას მოიპოვებს ის საზოგადოება, რომელიც იქნება განვითარებული, ან განვითარებულ ქვეყნებში შემავალი. ეს არის დაახლოებით ყველაზე დიდი, ეს არის 100 სახელმწიფო. სოფლიოში ეს არის 200 სახელმწიფო. ანუ ტექნოლოგიურ უპირატესობას, იმის უფლებას, რომ ისარგებლობ, მხოლოდ ის საზოგადოება მოიპოვებს და არა იქ ჩადი, კონგო, მაგალითად, თუ დღემდე გაგრძელდება, თუ იმ დრომდე გაგრძელდება, რაც დღეს ხდება, ხო? ამდენად დადგება აუცილებლად კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ კი ვართ 8 მილიარდი ადამიანი და დოვლაც ქმნის დაახლოებით მილიარდი, ხო? და იმ მილიარდთან ერთად შეიძლება იქ ასოცირებული იყოს კიდე მაქსიმუმ 1 ან 2 მილიარდი, სხვა დანარჩენი ხალხი რისთვის არის საჭირო. ის ოპტიმიზმი, რომელიც აქვს მასკს, ხო? ის იმ ვარაუდს ეკმობა, რომ ის, ვინც ფლობს ამ საშუალებებს, თავის აი ამ კაპიტალს
გაუნაწილებს იმას, ვინც არის ეს არ მოხდა რა კაცობრიობის ისტორიაში და მე არ ვიცი, არანაირი საბაბი არ მაქვს დავიჯერო, რომ ეს მოხდება. ამდენად ამ თვალსაზრისით მინდა რომ დაფიქსდეთ და გაანალიზოთ. სხვაშორის არის აკომუნისტური მომენტი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კომუნისტური ეს არის, აი, ისა გოროცონცე კამპანელასი და მე უკვე ფურიე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ამბავი, რომელიც უკავშირდება შეთქმულებას, მე გულისხმობ და კენედის ბრიფინგი ჩავთოთ. Robert Kennedy. I'm Robert F. Kennedy Jr., your HHS secretary, and I'm here today with NIH Director Dr. Jay Bhattacharya and FDA Commissioner Dr. Marty Makary. I couldn't be more pleased to announce that as of today, the COVID vaccine for healthy children and healthy pregnant women. მოკლედ აწიო COVID ვაქცინას რეკომენდებული არ იქნება ჯანმრთელ ბავშვებისთვის და ორსულქალებისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება თუ კი გავიხსენებთ ამ ისტერიას რომელიც ამ ვაქცინებთან დაკავშირებით და მათ შორის ამ ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ხო ნაწილი ვისაც არ უნდა იქ ანტივაქსერება შერაცხეს იქ რაღაც მთელი ფსიქოლოგიური ზეწოლა ბულინგი ამ ხალხზე და ასე შემდეგ და მე ხა მაინტერესებს თუ რას ნიშნავს ეს არის პირველი ნაბიჯი საიმისოდ რომ გადაიხედოს მთლიანად ვაქცინაციის პოლიტიკა და მისი შედეგები კოვიდის დროს თუ კი გავიხსენებთ სკანდალს რომელიც არის დაკავშირებული ფონდერ ლაინთან და აი ამ კვლევებთან კი არა გამოძიებასთან რომელიც მიმდინარეობს ევროპაში ეს შეიძლება დამატებით ბუსტად იქცეს რა ვაქცინაციის ფაიზერთან კონტაქტი გურამ რას გვეტყვი დიდია იმის გავლენა იქ რომ ეს აცრები არის დამოკლეს מחვილი იქ ხო იმიტომ რომ პრაქტიკულად ძალიან პოლიტიზირებულია ეს საკითხი მე გონია აიცრას არაიცრას იყო ეხა წითელას ვირუსი იყო ამერიკაში და აქაც კენედი გაეხვა აი ამ ნაწილში ამ პრობლემაში მაგრამ ყველაფერი დღეს გახდა ესე პოლიტიზირებული ნებისმიერ საკითხი არა მხოლოდ ეს და ბუნებრივია რომ კიდევ ერთი წყალგამყოფია რა მოკლედ იმიტომ რომ ეს რაციონალური ეგრეთ წოდებული ვითომ მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა აღმოჩნდა რომ ასევე ხშირად ბევრ რაღაცას არ ეფუძნება მაინც გონია საბოლოო ჯამში თავარი როგორც აი ზვავს რასაც ხედავთ ხოლმე ეს არის აღიარებების კასკადი პირველ რიგში როდესაც ჩნდება რაღაც თეორია ჩვენ ვიღებთ კილიქს ვიღებთ დაცინვას, შემდეგ ამის ფაქტ ჩეკინგს, ძირის გამოთხრას და შემდეგ ეს ყველაფერი იმ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, მე შენ იმარჯვება, ბოლოს დასტურდება და თავარი არის მაინც ბაიდენის ადმინისტრაციის მიწურულს დაწერილი წიგნი, სადაც მხილებულია, პრაქტიკულად დადასტურებულია. ეს მიზანმიმართულად იმისაც რომ მოხდეს დემოკრატიული პარტიის გადატვირთვა და ახალი ფესვის პოვნა და დამყრობა იქიდან ამოზრდა, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი მათივე ავტორების მხრიდან, ანუ იმ დემოკრატების მხრიდანვე, რომ ბაიდენი არ მართავდა თურმე ქვეყანას. ავტოფენი და ჯილ ბაიდენი. მოდით თქვი რამე ბრძნული ზაზე და დავამთავროთ ამ. ბრძნული რა შეიძლება ითქვას ამ ყველაფრის ფონზე რა შეიძლება იკითხეთ და გადაიკითხეთ კლასიკა, სადაც ეს ყველაფერი უკვე არის აღწერილი და იმისაც რომ არ შევიდეთ მეორეჯერაც და იმ მდინარეში, ან ვიცოდეთ რომ მეორეჯერ შევდივართ მდინარეში და ეს ყველაფერი უკვე არის აღწერილი კლასიკოსების მიერ, რადგანაც იმავე პლატონმა რომელმაც ხუთივე წყობა ნახა დემოკრატიას უწოდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო უტიფარი ახალგაზრდული წყობა, საიდანაც იბადება ტირანია. მე მგონი უნდა დავითანხმო. ცოტა ხანში დავითანხმო. მით უფრო რომ მე შემდეგ მოქმედ კონსოლიერად იქცა, ხო და თავის აი ამ უტოპიას ასევე იდეას პლატონზე უფრო თანამედროვე. სირაკუზებში წავიდეთ ასასვენებლად. მოკლედ მე ამას დავუმატებ და არ იკითხოთ საბჭოთა გაზეთები. საბჭოთა გაზეთები ეს არის იგივე ეს პლატფორმები, რომელიც თქვენი ძალიან კარგად, რომელშიც სიმართლე საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებთ, რომელიც მიზანმიმართულად ახდენს თქვენს დეზინფორმირებას, უბრალოდ საწყენი უბრალოდ ის არის, რომ 80% ამ ხალხის არის კლინიკური იდიოტი და უვიცი. და უვიცის მიერ მართული საზოგადოება, ან ნაწილი ამ საზოგადოების არის ძალიან მძიმე. და ჩვენ ვამბობთ სიმართლეს ყველაზე უფრო კონსპიროლოგიური გადაცემი და სადაც თავს უყრეთ ერთ კუნძულზე ყველა შეთქმულება.
კი ბატონო. როგორც ოსე ამ უნდა ჭეშმარიტება არის მითოსი. ამით გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო, მომავალ 4 შაბათამდე მე კი შეგხვდებით პარასკევს დიდ სივრცეში. კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის.